ფასების საპარლამენტო კომისიის ფარგლებში დღეს პარლამენტში ფარმაცევტული პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლები და საქართველოში საერთაშორისო ფარმა ბიზნესის წარმომადგენლები დაიბარეს. თითქმის 3 საათიანი განხილვის ფარგლებში საუბარი შეეხო მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვას. ელინე გოგუბერაშვილი ადევნებდა თვალს ფარმა ბიზნესის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში და სწორედ ის გვერდდება შეფასებებით პირდაპირ ეთერში. ელინე, არსებობს თუ არა ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასის შემცირების რესურსი? რა კითხვები ჰქონდათ დეპუტატებს და რა თქვა ბიზნესმა? ანუკა თითქმის 3 საათიანი განხილვის დროს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყვნენ მსხვილი ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიები, როგორებიც არიან PSP ჯგუფში შემავალი GM Pharma და Aversi Rationali. კრიტიკული კითხვებით სწორედ მათ მისამართით დაისვა კომპანიების საოპერაციო პროცესების განხილვასთან ერთად საპარლამენტო კომისიის ინტერესის საგანს წარმოადგენდა რეფერენტული ფასწარმოქმნის გავლენა ფარმა ბიზნესზე, ამასთან კომპანიები, რომლებიც ერთდროულად ფლობენ როგორც ფარმაცევტულ საწარმოებს, ისე გააჩნიათ საფთიაქო ქსელები, კლინიკები და სადაზღვო კომპანიები მოქმედებენ თუ არა ეთიკის ფარგლებში და სახელმწიფოს მხრიდან წამლის რეალიზაციის მაქსიმალური ჭერის დაწესების მიუხედავად, რატომ უფიქსირდებათ საკმაოდ მაღალი მოგების მარჟა. მე მაინტერესებს როგორ მუშაობს ეს ქსელი, რომელიც თქვენ გაქვთ შექმნილი. ხარ თუ არის გარიგებული ექიმებთან? ექიმები ნიშნავენ თუ არა სპეციალურად იმ წამლებს, იღებენ თუ არა ამისთვის კონკრეტულ შემოსავლებს, აქვს თუ არა ბონუსები, თქვენი ნაწარმოები, წამლები რა ფასნამატით მიდის და იყიდება სააფთიაქო ქსელებში? სახელმწიფო რეგულაციის მიხედვით, როგორც არეგულირებს, ისე იქცევა ყველა კომპანია აბსოლუტურად ბიზნესში. დააწესეს რეფერენტული ფასები, დაჯდა რეფერენტული ფასი. ყველა მივიდა რაღაც პრეპარატები გავიდა, სანამ დავაწესებდით ფასებს და ჩავერეოდით. მე გეტყვით, რომ დღესდღეობით 5 პრეპარატი, რომელსაც აწარმოებს GMP ყიდის მინუსში, რომელიც ზის სოციალურში და რეფერენტულში და სოციალურ პროგრამაში. ეს ერთი. ბატონო გოჩა, ამ თქვენს პასუხზე ჩემი პასუხი იქნება, რომ 185 მილიონი საერთო შემოსავლიდან თქვენი მოგება 2024 წელს იყო 60 მილიონი. ამიტომ 5 წამალზე რაღაც მე კიდევ ვეუბნებით 2023 წელს იყო 130 მილიონი თორემ და 5 მილიონი შემოსავალი ჯამში რომ გადაანაწილოთ 20%-ზე მეტი მარჯა არ გამოდის. შეუძლია თუ არა თქვენი ჯგუფის სხვა ასე ვთქვათ კომპანიებს, მაგალითად Aptiax, რომ დააპრიორიტეტოს თქვენი წარმოების წამალი. 11% არის რაციონალის სწავლების რეალიზაცია მთელ Aversi სააფთიაქო ქსელში. ეს იმასაც აჩვენებს, რომ პრიორიტეტულად აკრძალულია ყველა ფარმაცევტს, როდესაც დანიშნულებით მოდის რეცეპტით ექიმიდან შეუცვალოს ის პრეპარატი. ეს არის მკაცრად კონტროლირებული დასჯადი და ეს ნამდვილად ჩვენ რო იყოს პრიორიტეტული რაციონალის სწავლების რეალიზაცია კლინიკებში გამოყენება, მაგ შემთხვევაში 10%-ზე გაცილებით მეტი იქნებოდა რაციონალის მედიკამენტების რეალიზაცია სააფთიაქო ქსელში, ვიდრე ეხლა არის. დღეს მდგომარეობით სახელმწიფოს რეალიზაციის მაქსიმალური ზღვარი დაწესებული აქვს 700-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე. ფარმა ბიზნესი წინააღმდეგი არ არის ჩამონათვალი გაფართოვდეს და რეფერენტული ფასწარმოქმნა მიმოქცევაში არსებულ ყველა მედიკამენტზე გავრცელდეს. მიაჩნიათ, რომ მას არ იქნება ბიზნესზე კატასტროფული გავლენა, თუმცა დღეს კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა ხაზგასმით ისაუბრეს სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რაც მათი თქმით ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების კორექციის შესაძლებლობას გააჩენს. რაღაც მედიკამენტები იყო, რომელიც ვეღარ აწარმოა GMP-მ, რამოდენიმე იყო ისეთი, იმიტომ რომ ფასში ვეღარ ჩაეტია და დაანება თავი მედიკამენტს. თუმცა, რა ვიცი, ვეძებთ უფრო იაფ გზებს, რომ ჩავეტიოთ იმ ფასებში, რაც არის და თუ სიაფეზე არის ლაპარაკი, მესმის რომ შეკითხვის აზრი ეს არ იყოს, მაგრამ ძირითადი ადგილობრივი მწარმოებლისთვის ფასის გასაიაფებლად მნიშვნელოვანი არის სკეილი, ანუ შესაძლებლობა ბევრი აწარმოოს. ამიტომ არის ჩვენი საშველი ექსპორტში და ის ექსპორტი არა მარტო ექსპორტით რაღაც თანხის გენერაციაში გვეხმარება, არამედ მოცულობების გენერაციაში გვეხმარება, რაც მარჟინალობის შენარჩუნების საშუალებას გვაძლევს. 26 წელია ჩვენი კომპანია არსებობს და ჯერჯერობით ესეთი საგზნობი ხელშეწყობა არ გვიგზნია და თუ ამ ხელშეწყობით დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია დიდი მიღწევების განხორციელება. ჯერავს რომ სახელმწიფოს აინტერესებს მხოლოდ და გასაყიდი ფასის შემცირება კი არა, თვითღირებულების შემცირების საშუალებებით, რომ კომპანიის ხარჯზე არ ხდებოდეს ფასების კომპანიის მოგების ხარჯზე. თვითღირებულება
როგორც უკვე აღნიშნეს ჩვენმა მეგობრებმა, თვითღირებულება დიდად არის დამოკიდებული წარმოებულ რაოდენობაზე. ჩვენ ბატონ ზაზა რო ვაწარმოოთ ყველა პრეპარატი აქ ადგილზე, მისი თვითღირებულება იქნება საკმაოდ მაღალი და ისეთი მაღალი, რომ გასაყიდი ფასიც აზრი არ ექნება, იქნება გამომდინარე, რომ ის მომწოდებლები, რომლებიც ჩვენთვის აწარმოებენ, ეგლეული იქნება თუ ბალკის სახით, აწარმოებენ მილიარდობით ტაბლეტსაც ძალიან დიდ რაოდენობას. აქედან გამომდინარე, მათი თვითღირებულება არის ძალიან დაბალი. წეღარ ვახსენე, რომ 10-15%-ია ექსპორტი, თუმცა ეს იმას არნიშნავს, რომ არ გვინდა გაფართოება და არ ვცდილობთ. ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი იქნებოდა საექსპორტო დოკუმენტაციაში გარკვეული ცვლილებების შეტანა, თუნდაც წარმოშობის სერტიფიკატის მიღებაზე არის გარკვეული წინაღობები, არა ბიუროკრატიული, უბრალოდ თემატურად განსახილველი საკითხები ჩვენ შემთხვევაში. ფარმაცევტული კომპანიების შემდეგ ფასების საპარლამენტო კომისია საფთიაქო ქსელებთან შეხვედრას გეგმავს. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში აფთიაქების ჭარბი რაოდენობა შესაძლოა მედიკამენტების ფასებზე დამატებით ზეწოლას ქმნიდეს. ამიტომ ჯანდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ ამ მიმართულებით გეოგრაფიული შეზღუდვების დაწესება არ გამორიცხა. დღეს ამ საკითხზე კომისიის ხდომაზე საუბარი არ ყოფილა. მადლობა ელენე გოგბერაშვილს, რომელმაც პარლამენტის ფასების კომისიაზე ფარმაცევტული კომპანიების შეფასებები გაგვესწრა.